გამარჯობთ. გუშინ კვირა დღე იყო და ბიულეტენზე ვარ, ასე ვთქვათ. ექიმებმა მირჩიეს დავსვენებ. ვისვენებ, განვისვენებ ეკლესიაში არ ვიყავი. მაგრამ სხვადასხვაის გეხმარება ადამიანს აზრების დალაგებაში, რაღაცეებში. რუტინაში რო შედიხარ ტვინი კომპიუტერით რაღაცა ერთ და იმავე პროგრამაშია და ცოტა ჭედავსო ხოლმე. ესე გუშინ ვცდილობ მაინც რო ის რაღაცნაირად ის რო წამოვიწყე წიგნია თუ კვლევა თუ რა ქვია. იმისი შესახებ კითხვა და გუშინ წავაწყდი სტოელების, ესე სტოიკოსების ერთ-ერთ ტექსტს, რომელიც სადაც თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს, მაგრამ სიტყვასიტყვით არ იმეორებს, მაგრამ რაღაცა ფრაზას იმეორებს პავლე მოციქული. ხო, პავლე მოციქულთან დაკავშირებით, რომ პავლე მოციქული და სტოური ფილოსოფია ესეთი წიგნის არსებობს. ედი შერჭელიძეც კი ციტირებს მას. ციტირებს კი არა, იხმობს ერთხელ ამბობს, რომ აიო მეო ერთხელ პავლე მოციქულზეო წავიკითხეო წიგნიო და ასახელებს ავტორს. ხო და არა, ზუზუ მასე ვერ შეგიშვებ ხა იქ რა. ბუდე აქვს იქ. კაი, წამო, ბუდე გაქვს, ვიცი, კოკერსპანიერი ხარ, მე წყერებზე ნადირობა გინდა, შენი ინსტინქტია, მაგრამ ხა. ხო და ბოლოს იქამდე მივედიო, რომ ისე გამომდის, რომ ყველაფერი რაც პავლე მოციქულს აქვს, სტოური ფილოსოფია არისო რა, მას საწახვალო და ამიტომ დავანებიო და გადავედიო ღვთისმეტყველებაზე. თეოლოგიაზეო. ხო, ეს ხა მე შეხედულებაა კი გასაგებია. ვის ეს პოზიცია მე ეხა არ ვიცი შეიძლება ექსტენციალურად გამართლებულია მისთვის რა. ეხა ამ ეჭვში ყოფნას და კოგნიტურ დისონანსში ყოფნას ჯობია რომ ერთ რომელიმე საქმეს აკეთებდი ადამიანი რა და ურთიერთორ გამომრიცხავ სპექტრში არ იყო რა სიფტყეზე. როგორც არის რა რუსული ნათქვამი ენი ხაჯი დუ დოქტორამ ზარეჟუთ. ორექიმთან არ მიხვიდეო, თორე ეს გამოგჭრია რა, ესე იგი რა ან ოპერაციას გაიგეთ. ხო და ეს იმ გაგებით რომ სხვა მეთოდი აქვს და აქაც ორი სხვადასხვა კოგნიტურ ერთი არის რწმენითი კოგნიტური მდგომარეობა, მეორე არის ურწმუნო კოგნიტური მდგომარეობა. ერთდროულად ვერ გამოდის. სხვადასხვა ამას მეც უყურებ რომ ღვთლები ხოლმე, მეცნიერი ღვთლები. ვერასდროს ვერ არიან კარგი ღვთლები და ვერც კარგი მეცნიერები ხოლმე. ეხლა მე ვიზერას უნდა ამოვგე, მაინც. ხო და ესე გამოდის, ანის უნდა იყო და ღვთლებთან დაკავშირებით, ღვთლობასთან დაკავშირებით საერთოდ მიმოჩნია რომ საერთოდ ეს არის ჩვეულებრივი სოციალური სამსახურის ერთ-ერთი განყოფილება, ეს რელიგიური მომსახურება და იყვდელი უნდა იყოს და აკეთებდეს იმას, რაც prescribed განწესებულია და იმ განწესებულს მისდევდეს. არავითარი აზროვნება, ფიქრი იქ არ ჭირდება. სადაც არ ჭირდება იქ რა, არის რაღაცა პრეისკურანტი, ჩამონათვალი ქმედებების და სიტყვების და იმას უნდა ამოვდე და იმას უნდა აკეთებდე რა. რამდენად ამას აკეთებ კარგად, იმდენად კარგად ფუნქციონირებ როგორც სასულიერო პირობები და როგორც შენი სამრევლო. ხალხიც კმაყოფილია და ასე შემდეგ. ხა რამდენად ეს საბოლოო ჯამში წაადგება სახელმწიფოს. ეს უკვე სხვა თემა არის. ხო და იქ ამოზედი შეიძლება ესე არ გამოვაო რა. თუ პავლე მოციქულია, თუ მოციქულია, თუ არ არის მოციქული, არ არის მოციქული. ამ პოზიციაზე რეალურად დგას თანამედროვე ეკლესია. როცა მე ვიცახი რომ როდესაც ლაპარაკობ პავლე მოციქულის
პავლენზე ეს ეწოდება რა. პავლენზე, პავლე მოციქულის წერილებზე, ეპისტოლეებზე. ნუ რანეს ლაპარაკობ, თორსა დანამდვილებით ვიცით რომ იქიდან 5 ან 6-ია მისი მე უფრო ნაკლებისკენ მივხვდები და იმ 5-შიც კიდე რომელია მისი ნამდვილი ტექსტი და არარედაქტირებული მონაკვეთები. ან ამდენად შეიძლება უკვე პიროვნება პავლეზე ლაპარაკი საერთოდ. ნამდვილ ისტორიულ პიროვნებას. მაგრამ ნუ ეკლესია იძულებულია რომ ილაპარაკოს ნამდვილ პიროვნება პავლეზე რა. ნუ ახლა სხვა გამოსავალი არა აქვს, იმიტომ რომ ესე რომ დაიწყო, ნუ სად მიხვალ ახლა ბოლოს. ხო ვერსად ვერ მიხვალ, ეკლესია ესეა, ესე ფუნქციონირებს და მის შიგნით შეიძლება იყოს რაღაცა აზრები. ოკეი. ხო და ნუ ედი შერმაც ესე თქვა, ხო პავლე მოციქულის ესე იგი საერთოდ პოპულარული გახდა პავლე მოციქული 90-იან წლებში და 80-იან წლებში ძალიან უფრო ადრეც პავლე მოციქულის აზროვნებდნენ ათეისტებიც კი ათეისტი მოაზროვნეებიც კი და რაღაცნაირად აკავშირებდნენ მას ის კი არა მამარდაშვილმაც სახარებით ბოლოს სახარებით დაიწყო თავისი აზრების გადმოცემა ხო მაგრამ კამერაზე ვამბობ ამას პავლე მოციქულში ესე იგი არის ორი ძირითადი პოზიცია არის ახლა მაგასთან თვითონ პავლე მოციქული იცნობდა ამ ფილოსოფიას ეგერთი და მეორე პავლე მოციქული არ იცნობდა ამ ფსიქოლოგიას ამ ფილოსოფიას როგორც მაგათ პროფესიონალი ან განათლებული ადამიანი არამედ უბრალოდ იმ გარემოში ცხოვრობდა და ამ გარემოდან გამომდინარე, ნუ ადამიანი თითოეული ადამიანი გარკვეული მედიუმივით არის რა, რაც იმ გარემოში არის, ის ადამიანი მე იმას იმეორებს რა, მისი ფსიქიკა ესე არის მოწყობილი. მისი გონება ესეა მოწყობილი, ცნობიერება გნებად მისი ესე არის მოწყობილი და ნუ ერთ-ერთი ამის მიზეზია მაგალითად, მიზეზი კი არის მაგალითია მაგალითად როგორ ეკონტროლება ადამიანი პროპაგანდას რა. ასე უნდა განათლებული იყოს ადამიანი აზროვნება, ხო? ნუ, როდესაც მუდმივი ბომბარდირების ქვეშ არის, გარკვეული აზრების ან გარემოში, მფრინავით შეიძლება თქვა აზრების რაღაც მონაკვეთებს, აი როგორც იდიომები რომ არის რა, რომ ლაპარაკობთ ქართულად იდიომებით ჩვენ და როდესაც ეს რაღაც ეს იდიომები გვაქვს და ვიმეორებთ ამ იდიომების აზრი გვესმის ესე პირდაპირ მნიშვნელობით რა ესე რაც ამ იდიომაში არის აზრი ის გვესმის და არა სიტყვების თანწყობის მიხედვით როგორც ეს იდიომი არის აწყობილი აი რაღაც თითქოს ესე ადამიანი რაღაც ერთბაშად თითქმის აზრების კოლტებს იღებს და შემდეგ ადამიანი ამ კალდეს ამოისვრის აი ხა მაგალითად როცა დეცენტრულ მასზე ვლაპარაკობთ სამყაროზე სადაც აღარ უნდა იყოს ლოგოცენტრული ან ფალოსოცენტრული ან რაღაც ეგ ცენტრული სახელმწიფოს როდესაც ვამბობთ რომ უნდა იყოს მაგალითად ქსელური გაგება და ასე ქსელური გაგება არის მაგალითად ტვინი როგორ ფუნქციონირებს ხო ეს არის ნეირონების ქსელია იქ უჯრედები ერთმანეთს ნეირონებით უკავშირდებიან იქ სინაფსებით უკავშირდებიან მე აღმოჩნდა რომ ეს სინაფსები სულაც არ არიან დამოუკიდებელი არამედ საბოლოო მთელი ადამიანის ორგანიზმი გამოდის ტვინი მე საბოლოო ჯამში გამოდის გარემო არის მთლიან ტვინი და შემდეგ ეს ძალიან ხო ქსელური აზროვნებაა და ჩვენ ამ ქსელში ვართ ჩაფლული ეს გლობალიზაცია პოლიტიკური გლობალიზაცია ინტერნეტიზაცია სოციალური ქსელები ინფორმაცია როგორ მოედინება გაედინება და ეს ყველაფერი მაგალითად ნუ ამაზე აზროვნება ძირითადად დაიწყეს 60-იან წლებში ხო? ადრეც მაგრამ ნუ ამას უკავშირებენ პოსტმოდერნის რა როდესაც დიდი ნარატივები უნდა ჩაიხსნას და ასე შემდეგ აღარ არის მაგალითად აქ ჩვენ ვამბობთ ქრისტოცენტრული იყო სამყარო მე ვამბობ ადამიანის ცენტრული გახდა სამყარო უშინ კი ხუჩაუც ქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით აი როგორ
დააყენეს დამფუძნებელმა ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა როგორ დააყენეს სამყაროს ცენტრში ადამიანის თავისუფლება და ამან გამოიწვია კონფლიქტი საერთოდ ბრიტანეთში, ინგლისში და შემდეგ აქაც როგორ მათ არბევდნენ, უნგრევდნენ ამას ავტოდაფებს უწყობდნენ და ასე შემდეგ. ეს ადულად არ იყო მოვიდნენ მამები და ეს დააფუძნეს ამერიკა. საკმაოდ რთული პროცესი იყო და ეს საბოლოო ტექსტიც როცა სულაც არ იყო ეს რაღაცა კონსენსუსით მიღებული ეს ძალიან დიდი წინააღმდეგობით იყო ეს მიღებული და შიგითაც ძალიან ბევრი პრობლემები იყო ასე ვთქვათ ეს. ანუ ხო და აი რატო როგორ მოხდა ადამიანი დააყენეს ხო ეს ადამიანის ცენტრში. შემდეგ ის ადამიანიც აღარ არის ცენტრში ის. იმიტომ ამას მოსდევს დარვინი, მოსდევს ფროიდი, მოსდევს ნიჩე, მანამდეც ეს ჰელიოცენტრული სამყარო იყო, დედამიწა იყო, მე ჰელიოცენტრული სამყარო იყო. მე აღმოჩნდა რომ ზე თვითონ ტრიალებს რაღაც გარშემო და მე აღმოჩნდა რომ საერთოდ ყველაფერი რაღაცის გარშემო ტრიალ და ბოლოს აღმოჩნდა არაფერს გარშემო აღარ ტრიალებს საბოლოო ჯამში ყველაფერი უბრალოდ ფართოვდება და მე ახდები კაცმა აღარ იცის. ასე შემდეგ ეხლა ესეთი თეორიები და არის ეს უბრალოდ ფილმი გამახსენდა ხა დიალოგში გამახსენდა რა იმიტომ ერთი არის სტატია ებეჭდება ეხლა უნდა დაებეჭდოს წესით აქ ამერიკაში და ის ასე იგი თავიდან ამ სტატიაზე უარი უთხრეს მას იმიტომ რომ დელეზის ფილოსოფიის დელეზის უნდობა რა ქვია მაქსიმე აღსალებელთან მოყარახჭინება რა ეს იდეა ქონდა და ხოდა შეიძლება მაგასაც და მე სასაკე გავუჩნდა ეს იდეები არა ნუ მოკლედ ხოდა მას ეს ქონდა და იქ ესეთი გამოდიოდა რომ აღშკარად ნუ დელეზის ფორმას ცდილობდა დაექვემდებარებინა ფორმისთვის ცდილობდა დაექვემდებარებინა მაქსიმეს ამბავ. ხო და ნუ ეხა ეს დაუწუნეს და უთხრეს რომ მაქსიმესთან აშკარად ქრისტოცენტრულობასთან არ გვაქვს საქმე რა ანუ შედარებით თუ ასე ვიტყვით ეს ქრისტე არის ცენტრი და სამყაროს სიმბანს ცენტრია ქნილი სამყაროს ყოვლიერების ცენტრი და ნუ ყველაფერი მისგან გამოდის და მასში იკრებს თავს. ნუ ესე არის. ანაკეფალეოსისაც ეძახიან ამას ეს ტერმინია თავმოყრა. მაგრამ ათავება ასე იქნება. მაგრამ ანაკეფალეოსი თავმოყრა იქნება ქართულად, მაგრამ იქ ვერჯუნში არ არის მოყრა სიტყვა ეს. თავი არის და ანა არის აღთავება რა ესე იქნება. ხო და ყველაფერი მასში იქრის და მთელი სამყარო გამოდის ქრისტეს ტანი ასე ვთქვათ. ხო ჯერ ამასაც ესეც ბოლომდე არ არის ასე ვთქვათ მიღებული გააზრებული მას მიღებული თანამედროვე თეოლოგების ჯერ კიდე იწერება ამ შესახებ წიგნები და ანუ ამას უფრო მეტად მიაწერენ მაქსიმე აღსარებელს და სხვა მამებთან ამას ანამაინც ვერ პოულობენ. არის თითქოს ამის ნიშნები სხვასთან და სიტყვაც ანაკეფალეოსიც ირენეოსიდან მოდის თუ იუსტინიანიდან თუ ირენეოსიდან მოდის თუ აღარ მახსოვს იწერია ჩემს დისერტაციაში იქიდან მოდის და ფოტისთანაც არის მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეს მაინც არ არის ესეთ ხო და ნუ ბოლომდე რაც მაქსიმესთან რო არის კი დასტურდება თუმცა ყველაფერი ინტერპრეტირების ამბავია მეუბნება ზოგიერთს წაიკითხა ეგრე გრიგოლი ნოსელის აპოკატასტასისისთვის ეს უკვე ნუ დადასტურებულია რომ გრიგოლი ნოსელს აპოკატასტასის ბოლოს სატანაც კი საბოლოო ჯამში შეინანებს ასე ვთქვათ ცხონდება ეს თეორია რომელიც დადასტურებული თეორიაა ვისთვის და წყაროებიც ამას აჩვენებს მეორესთვის იმავე წყაროების ანალიზის მიხედვით დადასტურებულია რომ
გრიგორი ნოსელი ამას არ ფიქრობდა ესე. ხოლო მაგალითად შეჭერიძეს გიორგი მთაწმინდელთან ის ციტატის მოყვანით და იმას ანასტასი სინელის რაღაც ფალსიფიცირება, ზოგი ფალსიფიცირებას უწოდებს, ჩემი აზრით ფალსიფიცირებით საფუძველზე ნათქვამი გიორგი მთაწმინდელის ფრაზა, რომ ესო ჩამატესო გრიგორი ნოსელს დიდ კატეხიზმში. ახლა ეს არ არის, მაგრამ ეშერი ამას ამოს და იზიარებს ამას. როგორც ვთქვით, ეშერი დგას ამ პოზიციაზე, დგას მართლმადიდებლური კოგნიტური დისონანსი არ შეიქმნოს. ეს სხვადასხვა ძალიან ჭკვიანური ხოდა. და კოგნიტური დისონანსი მოხსნას გაგანადგურებს ადამიანს. ხოდა. ეხლა ასეთ ვითარებაში დაუწუნე სტატია რა, ნუ. რატო უქნებარე ხოდა. ამან გააკეთა რომ ხა შემდგომ აჯასტი ეს მოარგო და თქვა რომ კიო დელეზე ამას ამბობსო მაგრამ ეს უბრალოდ ეს საილუსტრაციოდ მომყავსო თორე ისე რა თქმა უნდა ლოგოცენტრულობა არისო და მე ბიჭო ხა შენი ლოგოცენტრულობას მეთქი ასე რომ ამბობ მეთქი და გამახსენდა ფილმი მე-13 და მეომარი იქ როგორ არის სკანდინავიაში რომ არის ბანდერა წასული არაბის როსო თამაშობს თუ გახსოვს ღამღამობით მოდიან ნისლს მოყვებიან მთებიდან თუ რა ვიცი აი რაღაცა აღარ მახსოვს თვითონ ფილმი მაგრამ ის მახსოვდა ეს მომენტი მახსოვდა რა ესე იგი ეს რომ მოდის ეს ველური ხალხი და ეს არაცივილიზირებული ხალხი როგორ ებრძვის ამ ცივილიზირებულ ადამიანებს 13-ს რა ესე იგი 12 მოციქული ამ შემთხვევაში ну 12 ეს უკვე სინაფსურია ხო ეს სიმრავლე მარტო კი ყავს ერთი ლიდერი მაგრამ ეს ლიდერი მაინც ასე ვთქვათ და უფრო დემოკრატიასთან გვაქვს საქმე აქეთ ხარ ეს და იქითკენ გვაქვს აღაცასთან საქმე რა ქაოსთან თითქოს რა ველურობასთან ბარბაროსთან და მე გამომიჩება რომ აი ეს ბარე ესენი ცხოვრობენ რაღაცას წეში სადაც არის გამოქვაბული და ამ გამოქვაბულში ზის ობობა ქალია რა მათი ლიდერი შამანი რომელიც ზუსტად ესეა რა ეს ობობას ქსელივით აქ-იქ ამ ქსელზე თავები კიდია ამ ადამიანების და ეს ზისიკა და ეს კაუჭიცა აქ რა ესეთი შხამიანი კაუჭიცა ის მოკლავს კიდეც ამ ლიდერს და ესე იგი სადღაცა სიღრმეში მიწტომელ სიღრმეში რომელსაც იცავს 1000 რაღაც იერარქია იქ და ობობათა ქსელი აი ამის ცენტრში ზის ეს ქალი აი ესეთი ტიპაჟი ესე აღიქვეს აი ხა ამ ფილმის ავტორმა შეუსწავლ წარიწოდა დელეზი მელეზი რა ლოგოცენტრულობა არდიოცენტრულობა რაღაცა პოლიცენტრულობა და ეგეთი რაღაცეები არაფერი შეიძლება არც იცოდა ეს ტერმინებს ეს გაგებულიც არ აქვს მაგრამ ну შემოქმედების პროცესში აი შიგნიდან როგორც გითხრა რაღაცა შედედებული კოლტე აზრები დაფრინავენ და შიგნიდან ესე შემოქმედება მედიუმ ადამიან ესე როცა შემოქმედებით პროცესში შედის ადამიანი ეს როგორც არ უნდა იყოს ადამიანი მეტნაკლებად არის მაგრამ თუ შეხვალ ადამიანი შემოქმედების პროცესში კარგო უფრო მეტად იხსნება შენი მედიუმური მოდუსი ნაწილი შენი უფრო მოდუსი და ადამიანი მაინც საბოლოო ჯამში აღმოთქვავს ხოლმე რაღაცა ისეთ აზრებს და ისეთი რაღაც აზრების გამტარიხდება ნახატში გამოვა ეს ფსიქოლოგიურად და ფსიქიატრიულად დაავადებულ ადამიანებს ნახატი ან სიზმრებში არ რაღაცნაირად ისე ამოვა მას მედიუმი ამიტომ ურჩევენ ადამიანებს ხოლმე თუნდაც მუსიკით დაკავდეთ, ხატრობით დაკავდეთ, ლექსები წერო, მოთხრობები წერო, რაღაცა ხელოვნების ნაწილით, რომ აი აქ მაინც ადამიანის რაღაც ეს მედიუმური ნაწილი თავისუფლება და ეს კავშირი სამყაროს და ეს ღრმა კავშირი ვლინდება და უფრო გაცნობიერებული ხდება მისთვის. ხო, ამაზე თვითონ ელიზიც ამბობს და მამარდაშვილიც ამბობს, თუ სიამდვილეში ეს კანტიდან მოდის ეს ფრაზა. კანტიდან მოდის ეს აზრი. ხო და საქმე რა შეეხა და როგორ არის ხო აი ერთი მხრივ არის ეს შეპირეს არის 90 წლების ფილმია ესეთი ფილმია რა ახლა პოპულარულია კი მაგრამ უკვე დავიწყებული ფილმია მაგრამ ნუ მე ხა ფილმის ბევრი სიუჟეტები არ მახსოვს იმიტომ რომ 90-იან წლებში ვემახ ნანახი
უბრალოდ ეს მომენტი მახსოვდა აი ამ ქალის ესე ჩემზეც ესე იმოქმედა ესე ჩარჩა ბუნებაში. ესე როგორც ცენტრულობრო თავს იყრის ესეთი პელადომანი იქნება აი თუნდაც ეხლა რაც აუტანურ მდგომარეობაში ჩავარდით ეხლა აი როცა ამ სოფლიო ჩემპიონზე ვიხილეთ სიმახინჯე ხო ეს რონალდუს სახით ხო მთელი პორტუგალიას აი რაღაც ერთი ფეტიში გაიჩინეს ამ ფეტიშთან ეს ფეტიში და ემსახურებიან და რეალურად საჩემპიონო გუნდი უკვე მესამე პირველი ერთი სოფლიო ჩემპიონატი ერთი ევროპის ჩემპიონატი და ერთი კიდევ სოფლიო ჩემპიონატი როდესაც შეეძლოთ გამختარიყვენ ჩემპიონები ნუ ჩააგდეს და იმ რონალდოს შეტენის ერთ ადგილზე იმიტომ რომ თელმა ერმა გაიჩინა ფეტიში ასევე ბანდიტების განგ როგორ ვთქვა ყაჩაღების ბანდიტების ყაჩაღების გუნდად იქცა არგენტინა ასგა ჩხუბობდნენ უტყავდნენ და რატო აი მესი და მესის როგორი მოერგო ამ როლს აი რა და თვითონ ესეთი ყველა ამბობს რომ ძალიან თავდავალე კეთილი ადამიანია და გახდა ეს ალიბაბა და 40 ყაჩაღების რაღაც მეთაური ალიბაბა გახდა რა თუ რაღაც როგორ არის მაშინ აღარც მოძ ალიბაბა 40 ყაჩაღი მოატყუა თუ როგორ რაღაც არის ხო აღარ მოხდა ხო მოგოდა რაღაც ეს ყაჩაღთა მეთაური გახდა აი ფილმებში რომ არის შესანიშნავ ვიდეოებში რომ არის ეს განგსტერი მექსიკელი განგსტერი და ეთრო არის გუნდი ყაჩაღთა გუნდი რო სოფელს ავიწროებს რაღაც და ეს სწორედ სამხრეთ ამერიკელებს აქვთ ესეთი მიდრეკილება რა რომ ვერ გამოვიდნენ კი დაწერეს ამდენი დიქტატორებზე და ტრუხილოებზე და ახაც რაღაცებზე წიგნები და ესენი და თვითონ სარამაგუმაც შენიერი ნობელის პრემიაც კი მიცეს ბოლოს სარამაგუს ამ მოცა სიბრმავეზე დაწერე მოდი კაი გეხოცები რა გეყოფა ეხლა რა და ეს რა ქვია და მაინც აფრიაშვილი თამხას ხო ეს გაიჩინეს ხალხმა ეს და აქეთ არის სკანდინავიური მომენტი რაღაც ჯერ კიდე იდეალი რომ ნუ 13 არაბით და არაბულ სამყაროსთან გაერთიანებით რაღაცა ბოროტის ძლევის რა მომდეთელი შრეებია ხო ეხა ეს რაღაცნაირი და უბრალოდ რეჟისორმა სცენარისტმა უბრალოდ ეს იყო მაშინ პოპულარული ხალხი ამას ელოდებოდა ესე გააკეთეს ეს ფილმი და იქ ჩანს რომ ეს ლოგო ცენტრულობა როგორ უარყოფითად არის გამოყვანილი ესე ფილმებშია ეს და ხე შენ იმას რა ქვია ამ ავტომობილს უნდა ვეუბნები რომ ბიჭო შენ გინდა რომ გამოიყვანოს ორი დაამყრო ერთმანეთს და ესე არ გამოვა ესე იგი ერთი ხრი ლაპარაკო დელიზის ფილოსოფიას და მე იმისი აბსოლუტური საპირისპირო დასკვნა გამოიტანო ნუ ავიცი ხა გააკეთა მაინც ეგრე გააკეთა და დაუბეჭდავენ ალბათ რა აგრას არ ვიცი ხა და შევა არ ვიცი ხა არ დაუბეჭდავენ ჯერ რეცენზიად უნდა გაიაროს და შეფასება ხოლო ხა პავლე მოციქულზე რო ვამბობდი და დაუბრუნდეთ ეს ყოველთვის ესე ხდება ეს პავლე მოციქული ის უნდა თუ არა სტოელებს თუ სტოელები ის უნდა თუ არა პავლეს თუ ასე შემდეგ ამ პავლე გამოდოდა და არსებობდა თუ არა თუ როგორც არის ასეთი ასეა თუ ისეა ამ ნაწერებში ასახულია იმ სამყაროს სოფხედელობა ზოგადად რო ვთქვათ და ამ სოფხედელობის ზოგი ხა სოფხედელობის ფილოსოფიასთან აიგებს ზოგი სოფხედელობას ზედნაშენს უწოდეს ფილოსოფიის ზოგისთვის ფილოსოფია შემადგენელი ნაწილია სოფხედელობის ხო ეს ის როგორ უნდა გაჩნია ფილოსოფიას ადგილი ხე თუ არჩევს მაგრამ სამართლის ფილოსოფია მაშინ სოფხედელობა თუ აი ესე დაყო ფილოსოფია სამართლის ფილოსოფია ამის ფილოსოფია იმის ფილოსოფია ეთიკას ცალკე ესთეტიკას ცალკე და ამას ყველაფერს დაანაკრუწებ მაშინ სოფხედელობა მართლა შეიძლება უფრო მომცველი და საჭირო ტერმინი აღმოჩნდეს მე მგონი ამას აკეთებდა გურამ თევზაძე ჩვენი ფილოსოფი ხო და ნუ იქ არის ესეთი მომენტი პავლე ერთგან ამბობს და ჩვენ გითხეს ეკლესია კითხავს ამას მარხვის დასაწყისში ეს ფრაზა მოვიყვანე მე
რომელიღაცა სტატია დავიწყე ამით სიმართლე გითხრათ. თუ არ ვწები გრიგორი ნოსელის შესახებ, რომ მაგ იქ რაღაც მატერიაზე, მე მგონი მაგ სტატიას ვიწყებ, მაგ სწორედ შეკითხვით, რომ აი პავლე მოციქული ამბობს მეთქი ესეთ რაღაცას, რომ ყველაფერი სასარგებლოა. არა, ყველაფერი კარგია, მაგრამ განა ყველაფერი სასარგებლოა. აი ესეთ ფრაზას ამბობს. ესე იგი, ყველაფრის ჭამა შეიძლება, მაგრამ განა ყველაფერი სასარგებლოა. მე ამბობ, ესე იგი, ყველაფერი კარგია სამყაროში. მატერია კარგია, ყველაფრის ჭამა შეიძლება. მაგრამ ესე იგი, მატერია კარგი არის. მაგრამ რაღაცომ მიდის დაყოფა. გადადი მე შენი დედავატირე დროზე რა დაბოდიელ მე იტყვია რომ ის რასისტი ხარო შეჩო რა და რასისტი დებილი არის შემისა თუ გადადი ხარ გადადი მოყვები არის მელი ნაბიჯი თქო შეჩემა გადადი კითხარეს თუ გინდა გადა მე გადავედი და მე გადმოვიდე დებილი რა რასისტოა შუაშო რა ხო ოკეი ნუ ხონა ნუ ეს თავაზიანური მომენტი არა ეხა მაგათ თეთრები უფრო იყურებიან გარშემო და უფრო ცდილობენ თავაზიანები და ისეთი სიცუაცები შექმნა რომ სადაც ერთმანეთს უგებენ ადამიანები აი სხვები არა და ეს რასისტობაზე არ არის ეს არის სხვადასხვა გარემოში გაზრდილობაზე ეხა გრუზინებიც სუფეხებზე კიდიეთ ხა პრობლემების 80% საქართველოში თბილისში რომ არის ძირითადად გამოყოფილი რომ ხალხი აი უცებ ერთ დღეს რომ გაიგუძოს ადამიანებმა და სახლიდან გამოვიდნენ თბილისში რომ აი მოდი ისე ვივილი და ისე გავაჩერებ მანქანას და ფეხითაც ისე ვიმოძრავებ რომ სხვა ადამიანებს რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეუქმნეს იგი რაღაცა სოციალური საზოგადოებრივი სინდისი გაგიჩნდეს ადამიანს დარწმუნებული ვარ ამ პრობლემების 80% მოიხსნება რა საცობების ჯემების ავილოების ქართულში კომპეტიორების ხო ქართულად როგორ არის პავიდლო ჯემი დაზელილობა ზელილი ქართულად ზელილი ატალაპო საჭმელი ტალაპო ხო და პავლე მოციქული ეგეთ რაღაცას ამბობს რომ ყველაფერი კარგია მაგრამ განა ყველაფერი კარგია განა ყველაფერი სასარგებლოა ზუსტად აი ეს ფრაზა სამი ფრაზა არის ნეოპლატონების აკვემას სტოელებთან დაყოფა არის ეგეთი კარგია კარგსა და სასარგებლოს ოფელიმო ესეთი ბერძნული სიტყვა არის კარგსა და სასარგებლოს შორის არის აი ესეთი გაყოფა ეხლა მე ზუსტად არ ვიცი ამის პავლე მოციქულს როგორ უნდა შეეთანხმება იქ ესეთი რამეა რომ ესე კარგსა და სასარგებლოს შორის ოფელიმოს რა არის აქ აი მაგალითად morning აი მაგალითად ყველაზე მარტივით რო ვთქვათ ახლა ჩვენ ვიცით რა არის ბედნიერება ხო ერთი არის ეს არის მიზანი რომ იყო ბედნიერი ყველა ადამიანს უნდა ბედნიერება და ეს არის თვით მიზანი ეს არისტოტელესთან ეს არის ისეთი ეს ხშირად მოყავს მომენტში ეს არის ისეთ ბედნიერება ისეთ რაღაცა რაც ყველაფერი მისკენ მიდის და ის ყველაფერს განმარტავს და ასეს აძლევს მაგრამ თვითონ ბედნიერება არაფერი არ განმარტავს და მას აჭირდება განმარტება ბედნიერებას ნუ ეს ბედნიერება ისეთ რამეა და ის არაფრისთვის სხვისთვის არ არის ასე ვთქვათ რა. ბედნიერება არის თავის თვითმიზანი. ხა მე რო იძახიან ქრისტიანები ღმერთი და რაღაცეებიო, ღმერთი რა. აი ეს აზრი, მარტივი აზრი. არც თუ ისე მარტივი არის ბედნიერება. გამიშუგზე. უცხოეთში მამები რო თქვი და კონსტიტუცია. ეს სტოური ფილოსოფიის ერთ-ერთ გამოვლენებად მიიჩნევენ ამას. ნუ რა თქმა უნდა არაფერი წმინდა სახით არ ამით საუკუნეების აი გოლდე
და აქ აჩდება ხა ყურეთ მაგრამ იყო ბედნიერი კიდე სხვა არის ბედნიერება ასე ვთქვათ არის რაღაცა მაინც ასე ათვისია ბიჭო აქ მოდის დიღრინება ვის უყებ რა გეჩვენება რა აი იყო წამო ჰა ნახე დასუნე ეი გეყოფა მოიცადე რას გუშინაც ღამე გამოვიდა დაიყო წოყეფა აქ რაზე იძახე რა მოგწონს მოდი ნახე რა გინდა ამ თეთრზე იძახი არაფერი არ არის მოდი ოკეი რაღაცი სუნია და არ მოწონს და იქ როგორი და იყო ბედნიერი სხვა ესე როგორი რაღაცა ერთი არის ბედნიერება როგორც ასეთი მოცემულობა რაღაცა მიზანი როგორც ასეთი მაგრამ იყო ბედნიერი არის სხვა მაგრამ ვიცი სიყვარული ღმერთი სიყვარულია მაგრამ იყო ღმერთთან ზიარებაში იყო აი ასე პავლე მოციქულიც მეთქი მაქსიმეც ესე განმარტავს რა არის მაგალითად ცხონება რა ყველანი აღდგებიან იძახის ესე იგი ბოროტება აღარ იქნება მაგრამ ყველანი არ ეზიარებიან ღმერთს ესე იგი ამ წყვილს შეიძლება განიმარტოს ესე იგი ერთია ზოგადად რა ბედნიერება როგორც ესეთი კონცეფტი და მიზანი მაგრამ მეორეა როცა ნამდვილად ხარ ბედნიერი აი ბედნიერება და ყოფნა ეს არის ინკორპორეალი ასე ბედნიერება და ყოფნა ეს არის ზმნა რა პრედიკატს უწოდებთ ჩვენ შემთხვევაში ზმნა ესე იგი ბედნიერება და ყოფნა არის ზმნა ესე იგი რას ნიშნავს ახლა ეს პავლე მოციქული ასე შეგარო ყველაფერი კარგია ამ სამყაროში მოცემულია მაგრამ ჩვენი მოქმედებად ჩვენი სიკარგე უნდა გავიხადოთ ჩვენად იგი ჩვენამ სიკარგეში უნდა მივიღოთ თანზომიერი მონაწილეობა ვეზიაროთ ამ სიკეთეს შევიმოცნოთ ეს სიკეთე სამყარო როგორც ნებისმიერ საჭმელი სასმელი ამასაც რა იქნება ხო ყველაფერი სჭამა შეიძლება მაგრამ განა ყველაფერი სასარგებლოა გარგებს კი ეს მოგიტანს კეში საბოლოო ჯამში სიამოვნება წმინდაწყვლის ეპიკურული და სტოური გაგება მეგობრებო აქ არაფერი არ არის ისეთი რაც ქრისტიანობას შეემატებინოს ამაში ეს ეპიკურელები ამოვე აი ეპიკურელები მაგალითად არიან ჰედონისტებიო კი ბატონო ჰედონისტის კიანიშოს ყველაფერი და კაპრიკიზების აყვე არამედ მაგალითად მესი რო ფეხბურთს თამაშობს და დარბის დღე და ღამე ან კარაცხელია ხო 1000 ტანჯოს და ტკივილს იტანს იმისათვის რომ აი გოლს რო გაიტანს მომენტში ან თასს რო აწევს აი მომენტში იყოს ბედნიერი ხო იმ მომენტში ესე იგი დისციპლინა აქვს საჭირო და აი ეს გაგება აქვს ეკლესიას შეტანილია მარხვის დასაწყისში რომლის გაგნებაში წავეყავი სამი ხეს არ წავიკითხე აბა